მოკლედ მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი შემოგზანება და ჯერ როგორც ყოველთვის ჩვეული ჩვენი გაშლით, ნახოთ ენერგიები. როგორი ენერგიებია დღეს, როცა არ უნდა შემოსულიყავით, რაც როცა არ უნდა იყოს. როცა შემოხვალთ, აქტუალური იქნება თქვენთვის ეს ვიდეო. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი გამოწერისთვის, ყურებისთვის, კომენტარებისთვის, ვინც პირადში მიკავშირდება ყველა თქვენ. მადლობა. და დავიწყოთ აბა. როგორი ენერგიებია დღეს? ენერგიები არის ენერგიული, ანუ ამ შემთხვევაში თქვენ თუ იაქტიურებთ, თქვენ შეძლებთ დღეს ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთებას. ანუ იმდენად აქტიური ენერგიებია დღეს, რომ შესაბამისად, აი თუ კი რამე, თქვათ, ვერ გააკეთეთ, ან გადადეთ, ან უბრალოდ არ ყოფნიდათ ძალა, ან არ შეგეძლოთ, ან იყო რაღაც მიზეზები. აი ზუსტად ის რთული საქმეები შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ, იმიტომ რომ ისე ხდება, ანუ დღევანდელი ენერგიები არის განსაკუთრებულად აწეული ზემოთ. თითქოს აი ნათელი ძალები გვეხმარებიან. არის გამონათება ძალიან ბევრი რამის, ანუ გამოაშკარავება. ნახეთ, ადრე თუ შეიძლებოდა კიდე ეჭვი შეგვპაროდა რაღაცაში, ან ვიღაცაში, ან თქვათ ადამიანი, ხო, აი მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა. იქცეოდა ისე, რომ ვერ ვიგებდით, ხო, მის მოტივს, ან სიტყვაზე ვიძახი, ისე აჩვენებდა თავს, რომ ანუ კარგია და ამ დროს თქვათ უარყოფითი რაღაც თვისებებით დახუნძლული. თუ თამაშობდა, თუ ესე იგი მანიპულირებდა, თუ რა თქმა უნდა თვალთმაქცობდა და იტყუებოდა, აი ზუსტად დღეს არის რაღაცა ჩართვა ზემოდან და მე არ ვიცი ხა როგორც გინდათ ისე დაუძახეთ. ეს არ გამოუვა. ნახეთ, კიდე ერთ რამეს გეტყვით, როცა ენერგიები მატულობს დედამიწაზე და ამას ამოწმებენ, იმიტომ რომ არის სპეციალური ესეთი მოწყობილობები და ზოგჯერ ეხლა მით უმეტეს ეს თვე არის, ნუ რა ვიცი, შოკის მომრგვრელი. საერთოდ ანუ ვერ აჩვენებს უკვე აპარატი იმდენად დიდია და მოდის იქიდან დიდი ნათება, ანუ ეს ფაქის სივრცეში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, უბრალოდ აპარატი ამას შესაბამისად ამოწმებს და აჩვენებს. და ეს შკალა იმდენად აწეულია, მაღალ ვიბრაციული და ასე ვთქვათ, ნათელი, ანუ ნახეთ, თითქოს ზემოდან, ზეციდან წამოვიდა კი არა, ანუ მართლა ესე არის რეალურად. ეს არ არის ზღაპარი. მოდის გამწმენდი ენერგიები, მოდის დამხმარე ენერგიები, მოდის ფარველობა, მოდის სინათლე. ის რაც ვთქვათ, აქამდე რაღაცნაირად უშლიდა ხელს, რომ ჩვენს დედამიწაზე შემოეღწია. აი ეხლა გახსნილია ეს პორტალი და მოდიან იქიდან ისეთი ენერგიები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს. და ვინც არის უარყოფით ენერგიაში, ანუ იგივე ტოქსიკური ადამიანი, უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი, დაბალ ვიბრაციული, ნუ ხო იცით ეხა როგორებიც არიან, თვალთმაქცები, გაიძვერები, მატყუარები, ნუ აღარ ვსაუბრობ ეხლა უსამშობლოებზე, მოღალატეებზე და თავისი ინტერესები რო აქვთ კიდე ესეთი ტიპის ხალხზე. მაგაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. უბრალოდ აზრი არ აქვს. ანუ აი ძალიან დიდი დარტყმა ექნებათ მაგ ადამიანებს. ანუ იმდენად გაუჭირდებათ, რომ არ ვიცი, შეიძლება აი ერთი დიდი ფსიქიატრიული ანუ ნახოთ ქუჩაში. თუმცა არც მანამდე იყვნენ ეხლა დიდად დალაგებულები, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით აი შიზოფრენიის, აი პირდაპირ თავში ურტყავს
ის რო ეხა ჩვეულებრივი ადამიანი, სულიერი ადამიანი ხო ვიძახი. იმ ადამიანსაც უჭირს რაღაც მომენტში, რაღაც პრობლემები, ყველას აქვს ფიზიკურ დონეზე, სხეული ვერ ასწრებს გადასვლას. და ანუ ყველას რაღაცა პრობლემები აქვს ჯანმრთელობის პატარ-პატარა. მაგრამ აი ესეთ ადამიანებს განსაკუთრებით, ხო, არ დაინდობენ ზეციური ძალები, ხო და რა ვიცი, აი ხა თქვენ თვითონ დაასკვენით, ხა, აბა იმსჯელეთ, იმიტომ რომ მარტო ის არის, რომ ხა მე სკამზე მოვიჯდე, სიტყვაზე ვიძახი და არიქა ჩავიგდო ხელში ძალაუფლება და ვატრიალო როგორც მინდა და ანუ სუფეხზე დავიკიდო ყველაფერი და დავაქციო, ანუ ჩემი ქვეყანა და მაგის საშუალებას ეხა როგორ ფიქრობთ თქვენ ზემოდან ნათელი ძალები, საქართველოს მფარველი წმინდანები, თვითონ დედა ღვთისმშობელი, რომელიც წილხვედრია საქართველოსი, თვითონ უფალი, რომელიც განსაკუთრებულად უყურებს ჩვენ საქართველოს და ქართველ ერს, მისი კვართია აქ დაცული, ძალიან უამრავი წმინდანების და ასე ვთქვათ თვითონ მოციქულების ნაწილებია ელია წინასწარმეტყველის ხალენია, ну რა ვიცი, რამდენი რამეა. აი რამდენი რამეა საქართველოს წმინდანების სამჭედლოაო. აქ ნათქვამი ერთ-ერთ ფეხით მოსიარულე ბერს. და დაფარულშიც ძალიან ბევრი წმინდანები არიან, რომლებიც გამოჩნდებიან და ის ივერიის ღვთისმშობელი რომელიც თვითონ ათონის მთაზე ბერებმაც კი იციან, რომ დადგება ჟამი და მთელი ქვეყნიერება გაიგებს და გაქრება, ხო? კარიბჭე, ანუ იქ არის შესასვლელში აღმართული და აი ესე სასწაულებრივად გამოჩნდება აქ ჩვენთან. ანუ ბათუმის მხარეს, ზღვით, აჭარის ტერიტორიაზე. და იმის წამოსაბრძანებლად და ზღვიდან ამოსაბრძანებლად რომ გავემართებით მერე ჩვენ უამრავი ვინც ვართ, ხო? აი ესეთი სასწაული მოხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? ეს უბრალოდ ზღაპრებია, ლეგენდაა? თუ ის არის, რა ქვია, ამდენი საუკუნეები იცავენ და ყოველ ნახევარსაათში ამოწმებენ იმ ხატს. უზარმაზარი კანდელის წინ აღმართულია და იციან თვითონ ათონელმა ბერებმა რომ უნდა დატოვონ ათონის მთა, იმიტომ რომ ჩაიძირება, როგორც კი დედა ღვთისმშობელი დატოვებს იმ ადგილს. და ისიც კი დაბარებული აქვთ, რომ უნდა წამოვიდნენ დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში. აქ. და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ მე მელაპარაკებით აქ რაღაცა იქ იმაზე, რა ქვია, იდენტობის შეცვლა, ტრადიციები არ გვინდა, ის არ გვინდა, ის არ გვინდა, რაღაც სიმახინჯეებზე? ეს არ მოხდება. და ვიცი მე, რომ ბევრი ისეთიც მიყურებს და ასეთიც. ხო და აი ძალიან გთხოვთ, მიიღეთ ეს მესიჯი, რომ ესეთი რამე არ მოხდება საქართველოში. და უამრავი წმინდა ბერი გვყავდა და ბოლო ბერი გაიხსენეთ. მამა გაბრიელი რას ამბობდა? ყველაფერი არის, რასაც იძახდა, ყველაფერი არის შესრულებული. ქრონოლოგიურად, ყველა წმინდა მამა, ყველა დროის მოღვაწე, სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა ადგილებიდან, სხვადასხვა დროში, როგორ შეიძლება ერთი და იგივე იძახონ. იმიტომ რომ ღმერთიდან ჰქონდათ გახსნილი და აფრთხილებდნენ მოსახლეობას, ხალხს, მრევლს და ქრისტიანებს და მართლმადიდებლებს. ასე რომ საქართველო დაცულია, ჩემო კარგებო. და ვინც მოღალატეა, უსამშობლოა და ჩემი ქვეყნის დაქცევა და განადგურება სურს, ან აიხვეტეთ აქედან, ან და მოინანიეთ. იმედია გაპატიებთ ღმერთი. თვითონ ჩვენ ხალხი ვერ გაპატიებთ, ნამდვილად ვერ გაპატიებთ და ის ყველაფერი გამოაშკარავდება, აი ზუსტადაც.
გახსნილია ზეციური კარიბჭე. ყველაფერი გამოაშკარავდება. თუ რამეს მალავდით, ზურგს უკან აკეთებდით, ყველაფერი გამოაშკარავდება, იწყება ახალი დასაწყისი. როგორი იქნება ეს ახალი დასაწყისი? აპრილის თვე იქნება გადამწყვეტი საქართველოსთვის. მაგრამ ეხლა მარტია ჯერ, ხო? ვინც ეხლა შემოხვალთ და უყურებთ, აი როგორი იქნება ეს მარტის თვე ჩვენთვის ყველასთვის. პოზიციების დაცვა ყველა მხრიდან გვაქვს შექმნილი სიტუაცია ისე, რომ არა იარაღით, არა ვთქვათ აგრესიით, არა გამოწვევით, არამედ ჩვენი მოხერხებულობით ვიცავთ ჩვენ საზღვრებს და გვეხმარება ნათელი ენერგია, ღვთიური ენერგია. კი, კონფლიქტებია ყველგან, ჩვენს ირგვლივ ცეცხლი უკიდია ყველა ქვეყანას. ინგრევა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი. ცეცხლის წვიმა არის ნახსენები, აი სიკვდილით. ცეცხლის წვიმა, ანუ ბიბლიაში, ხო? იმ საუკუნეში რა იცოდნენ ხა დრონები. მაგრამ საქართველოს ელოდება გადარჩენა და ქართველ ერს. ეხლა გითხარით თუ შეიძლება. თვითონ ქართველი ხალხის უმრავლესობა როგორ იქნება? ჩვენზე ვსაუბრობ, ჩვეულებრივ ხალხზე. არც ერთ თავრობაზე არ იმაშვები მე, არავისკენ მიდრეკილი და მიკერძოებული მე არ ვარ. მე ჩემი ქვეყნის გადარჩენა მსურს მხოლოდ. ეხლა ნახეთ, გაგვიჭირდება ეს იქნება ეკონომიური კრიზისი, კი ბატონო, მთელ მსოფლიოში იქნება და ჩვენთანაც იქნება. მაგრამ დაგვეხმარებიან ჩვენი წინაპრული რაღაც ის ნიჭები, ის ცოდნები გაგვეხსნება, როგორც ჩვენი წინაპრები იქცეოდნენ და თითქოს აი მიმწყდეულები ვართ, ნახე, ყველა მხრიდან შემოტება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ გამოძვრებით აი ამ საშინელი ომისგან, დანგრევისგან და საქართველოს გაქრობისგან, რაც სურთ გინდა შიდა მტრებს და გინდა გარე მტრებს ჩვენს ირგვლივ აბსოლუტურად სულ. და მაინც აი დღევანდელი დღის თუ აქამდე მოხვედით და უყურეთ და კიდე აქ ხართ, რას გვირჩევდნენ? დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ხო? რას გვირჩევდნენ? ოჯახი, ჰარმონია, სიყვარული, თქვენი საყვარელი ადამიანები, ვინც გყავთ, რომ ეს არის ოჯახის ინსტიტუტი, ანუ საქართველოს ტრადიციების, იდენტობის, სარწმუნოების, სულიერების ღვთიური ენერგია ჩადოუფალმა და გამოარჩია ეს ერი და ეს ადგილი. ვინც გყავთ საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, ბაშვილები, რა ვიცი, ნათესავები, აი ჩვენ ყველა, ხო? ჰარმონიული ურთიერთობა, წარსულის, ანუ გახსენება, ის კარგი მომენტები უნდა გაიხსენოთ, ერთად უნდა შეიკრიბოთ, აი სულ აი ესეთი, ნახე, პოზიტიური განწყობა და სიტუაციები უნდა შეიქმნათ. და ვისთანაც თუ რამე ისეთი გააქვთ ნათესავი, ახლობელია, რა ვიცი. ან ნაჩხობარი ხართ, ან რაღაც გაუგებრობაა, რაღაცნაირად ეს მარხვა არის ეხლა და გირჩევთ, რომ შეურიგდეთ და რაღაცა აი გადალახეთ ეს ნაბიჯი, გადალახეთ სიამაყე, პატივმოყვარეობა, თავმომწონეობა არის იმ მეორე მხარეს. ხო, იმის გამო დაეცა ყველაზე საყვარელი და პირველი ანგელოზი და ვიცით ვინც. რომ თავი ისე გონა რა, წარმოიდგინა ეხლა არიქა ყველაზე მაგარი ვარო. ამიტომ როგორმე შელახეთ თქვენი, ესე იგი, პატივმოყვარეობა. სიმდაბლე არის ძალიან დიდი რამე. ღვთისთვის, როცა მდაბლდები ადამიანი, როცა შენ აღიარებ შენს ჩადენილს და შენი თავი ცოდვილი გონია, რომ მე ვიცნობ ადამიანებს, არა მე რა ცოდვა მაქვს, რა სადა აი ესე რო ლაპარაკობენ.
მე ცოდვილი არა ვარ, აი ხა რა უნდა ელაპარაკო ამისთან ადამიანს, არ ვიცი. ძალიან ბევრია, ჩემს ირგვლივ ეგეთი. ხო და ყველა ადამიანი ცოდვილია. ჩვენ მოვედით უკვე აქ. ცოდვილები 100-ია. იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ცოდვილი. გაიგეთ, უცოდველი მხოლოდ ღმერთია. ხო და ამიტომ სულ სინანულში არიან წმინდა ბერები, უწმინდესი. აი, ყველაზე ძლიერი ბერები, რომლებიც ადამიანებს კურნავდნენ და მკვდრებსაც კი აცოცხლებდნენ. თავის თავზე არ მიიწერდნენ ამას, ამბობდნენ, რომ ღმერთისგან მე არაფერი არ ვარ. მე უბრალოდ, გამტარები იყვნენ, ჭურჭელები იყვნენ. იმიტომ შემოდიოდა მათში სული წმინდა, იმიტომ რომ მათი სხეული წმინდა იყო, მათი ფიქრები, მათი აზრები სუფთა იყო. და სული წმინდა ჩადიოდა მათში და უკვე კურნავდა იმ ადამიანებს და უამრავ სასწაულებს ახდენინებდა. იმიტომ რომ სუფთები იყვნენ. და ეს სული სისუფთავე იწყება ჩვენი ფიქრებით, აზრებით და რა თქმა უნდა მოქმედებით და ცხოვრების წესით. ამიტომ მარხვა ეხლა და გირჩევთ რომ რაღაცნაირად შემოbrუნდეთ აქეთ, იმიტომ რომ ის მეორე მხარე ყოველთვის დამარცხდება. ყველანაირად ებრძვის ღმერთს. აი რა ვიცი, უნდა რომ დაუმტკიცოს ღმერთს ყველანაირ საზიზღრობებს ჩადის და ადამიანის სახით აჩვენებს, რომ ნახე როგორ ესე იგი პირუტყვის სახეც კი აღარა აქვს, დაკარგული აქვს ადამიანს. ამ შენ ასე ვთქვათ, შექმნილ ადამიანს დავაკარგვინე სახე. ნახე რა გავაკეთე, რომ მეც გადამიჯოკრა. აი ესეთ მომენტში აგდებს ადამიანებს და რად გინდათ? აი რად გინდათ? მაინც დამარცხდება, მაინც. და ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ესეა დაწერილი კანონი. იმარჯვებენ ყოველთვის ნათელი ზეციური ძალები. და ბოლოს ფეხით მოსიარულე ბერის სიტყვებით დავამთავრებ. სხვათა შორის ქონდა ხილვა მასაც საქართველოზე. და ყველაფერი ნათქვამი აქვს. უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა. ხო და ამიტომ თქვენთვის მომინდვია, რას გადაწყვიტავთ. თქვენი ნებაა, მაგრამ მე უბრალოდ გადმოგეცით ინფორმაცია. აბა თქვენ იცით, მშვიდობას გისურვებთ, მშვიდობა ჩემს საქართველოს, მშვიდობა ყველა ჩემს ასე ვთქვათ, საყვარელ ადამიანს, ჩემს ირგვლივ მყოფს ყველა ადამიანს, ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს, ჩემს უბანს, ჩემს ქუჩას და ყველას ოჯახებში დაისადგუროს შვიდობა.